მზად არის ჩართისთვის საქმიანი დილას და ჯანდაცვის სტანდარტის სამყარო ნინი ლონგურაშვილი, რომელიც ჩვენი პარტნიორი კომპანიის ავერსის ერთ-ერთ საქმიან სივრცეში იმყოფება, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად. მე მას მივესალმები ნინი დილამშვიდობისა და რას გვეტყვით ახალს ავერსისგან და ცხადია ველით ავერსის წარმომადგენლების კომენტარებსაც. გიორგი დილამშვიდობისა და მივესალმები საქმიანი დილის მაყურებელს. საქმიან სივრცეში სულ რამდენიმე წუთში გადავინაცვლებ. ჯერ აღმაშენებლის გამზირიდან მოგიყვებით იმ პარიზულ თავგადასავალზე, რომელიც სულ ალბათ მაქსიმუმ 9 საათში დაიწყება. ამიტომ ის 9 საათი ახლა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენ საქმიან მაყურებელებს მოვუყვეთ თუ რა იწყება დღეიდან რა აჩუქა ავერსმა თავის მომხმარებლებს. ამიტომ ლალი ბრეგვაძე, ავერსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, რა თქმა უნდა, დილიდან ჩვენთან ერთად იმყოფება და სწორედ ის მოგვიყვება იმ თავგადასავალის შესახებ, რომელიც 1 თებერვლიდან დაიწყო, დასრულდა 15 თებერვალს და აი 20 თებერვლიდან უკვე რა ამბები დაიწყება საქართველოსდან პარიზის გზამდე. ამას უკვე ლალი მოგვიყვება. დილამშვიდობის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. სხვათა შორის პირველი იყო თქვენი ეთერი, თქვენი გადაცემა, სადაც დავაანონსეთ ამ ევროპული თავგადასავლის შესახებ, ამ ავერსის არაჩვეულებრივი პროექტის შესახებ და სწორედ თქვენივე ეთერში მინდა გავაგრძელოთ, ასე ვთქვათ, გზა ევროპული თავგადასავლის, რომელიც დღეს 21 თებერვალს იწყება და რას ნიშნავს, უბრალოდ მინდა რომ გავახსენო მაინც მაყურებელს, რას ნიშნავს ეს ევროპული თავგადასავალი, ან მომხმარებელი, რომელიც პირველიდან 15 რიცხვის ჩათვლით შეიძენს ევროპული წარმოების სახისა და სხეულის მოვლის ბრენდებს, რომელიც ავერსში ძალიან მრავლად არის წარმოდგენილი, შეიძლება აღმოაჩინოს, რომ დასაჩუქრდეს ამ არაჩვეულებრივი ევროპული თავგადასავლის საგზურით და სწორედ ჩვენ გვყავს პირველი იღბლიანები, დასაჩუქრებულები და სწორედ ის იღბლიანები დღეს გაემგზავრებიან პარიზში და მოდი ვნახოთ რა ემოცია აქვს ამ ეს იღბლიანები ახლა ჩვენ აფთიაქში გველოდებიან, მე და ლალი ახლა გადავინაცვლებთ სწორედ ამ აფთიაქისკენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არა, გამარჯვებული არის 5 ადამიანი ამ ავერსის პარიზულ თავგადასავალში, მაგრამ მიემგზავრება 10. მოკლედ დანარჩენი უკვე შიგნით გავარკვიოთ. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. ყველას გილოცავთ გამარჯვებულებს. ძალიან ბევრი ხართ. და ევროპული თავგადასავალი იწყება აქედან. ეს არის ხო ჩემოდნები, რითიც გაიმგზავრებიან ეს ადამიანები ევროპულ თავგადასავალში. მოდი ელენეთ დავიწყებ მაშინ. ელენე მოგვიყვება იმ თავგადასავლის შესახებ, რომელიც სულ რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს და შენ იქნები ესე ვთქვათ ერთგვარი მენტორი ამ პარიზულ თავგადასავალში, გამშუქებელი? აბა მოგვიყევი მაშინ. თბილისში მე გავაშუქებ, პარიზიდან შენ მოგვიყევი ახლა? კი ბატონო, აი სწორედ მაგიტომ მივდივართ, რომ პარიზიდან მე ყველა მომენტი დავაფიქსიროთ, რასაც მონაწილეებთან ერთად განვიცდით. გვინდა რომ თუ მთელი დღე არა, თითო საათი მაინც გავატაროთ მონაწილეებთან ერთად პარიზის ქუჩებში და სხვადასხვა ლოკაციებზე, რომელიც ასე პოპულარულია ტურისტულ ადგილებში და იმედი მაქვს, რომ ძალიან კარგ დროს გავატარებთ. ძალიან დიდი ხანია მე და ლინა ველოდებით ამ მომენტს, იმიტომ რომ ალბათ მონაწილეებზე ადრე ვიცოდით, ცოტათი ადრე ვიცოდით და ძალიან დიდი ხანი ველოდებოდით, გვიხაროდა და ძალიან გვიხარე, რომ ავერს ჩვენთან მეგობრობს და ასეთ კარგ თავგადასავალს გვიწყობს ჩვენს როგორც მონაწილეებს. მზად გაქვთ იმისთვის ყველაფერი, რომ აი რას მოინახულებთ პარიზში, როგორ დაგეგმავთ იმ დღეებს, რაც ავერსმა აჩუქა უკვე იმ 10 ადამიანს, რომელიც მიემგზავრა. ზოგადად მე მოგზაურობის დროს ძალიან ორგანიზებული ვარ და ყველაფერი გათვლილი მაქვს და დაგეგმილი, მაგრამ ერთ-ერთ მონაწილემ გუში ჩაგდო თითო საათით სად უნდა მივიდეს და მაჯობა, ასე რომ კი ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს და იმედი მაქვს გეგმის მიხედვით იმოქმედებთ, ამინდის მიუხედავად, იმედი მაქვს ამინდით შეგვიწყობს ხელს. ყოველ შემთხვევაში მაინც რომანტიკული იქნება და მოდი დავუტოვოთ ეს ზამთრის არდადეგები ასე რომანტიკულად. ჩემთან ერთად არის ანა, ასევე გამარჯვებული, რომელმაც მოიგო ეს თავგადასავალი ავერსის მხრიდან. ანა, მოგვიყევი აი ამ და ესე ვთქვათ თავგადასავალი არ ვიცი, მაგრამ ამ არაჩვეულებრივი საჩუქრის შესახებ თავგადასავალზე მე მოგვიყვები, რო გადაგხდება. ჯერ მოგვიყევი იმ დასაჩუქრებაზე, რომელიც ავერსმა გაკეთდა. ძალიან მიხარია რომ მე აღმოჩნდი ერთ-ერთი იღბლიანი მონაწილე და დავსაჩუქრდი ამ საოცარი საჩუქრით და ძალიან ბედნიერი ვარ. რა ვიცი, ძალიან ბევრი ემოცია ახლა ჩემში და ძალიან მიხარია. შევიძინე რაღაც კონკრეტული პროდუქტები. ერთი პირველი რიცხვიდან 15 რიცხვის ჩათვლით დეკემბრის თვეში და
ესე უეცრად დამირეკეს და აღმოჩნდი ერთ-ერთი დასაჩუქრებული, რაც ძალიან გამიხარდა. გილოცავთ კიდევ ერთხელ ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ვინც ახლა ჩვენთან ერთად არის ლალიკო რა შეგიძლია რომ დაგვიმეორე არა მეც უსურვო მინდა ჩვენს არაჩვეულებრივ იღბლიანებს და გამარჯვებულებს ბედნიერი მოგზაურობა თავ დაუვიწყარი მოგზაურობა და ვფიქრობ რომ აი ყოველი წუთი მართლა რომელიც საათი დაგეგმა ამ ჩვენმა ერთ-ერთმა მონაწილემ მე ვფიქრობ რომ ის ყოველი წუთი იქნება დაუვიწყარი და შთამბეჭდილებებით აღსავსე ასე რომ ბედნიერება თქვენ და სიყვარულით ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას სულიერ სიმშვიდეს და ბედნიერ მოგზაურობას რა თქმა უნდა ყველას აი ასეთი ამბები არის ავერსის ერთ-ერთ აფთიაქში რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით ეს ადამიანები სულ რამდენიმე წუთში უკვე აეროპორტში უნდა იყვნენ ამიტომ იმისთვის რომ არ დავაგვიანოთ და თავგადასავალი ასე არაჩვეულებრივად დაიწყოს მოდი გავუშვათ ახლა ეს ადამიანები აფთიაქიდან ჩვენ კი ასეთი ამბებით დაგემშვიდობებით გიორგი პარიზულ ქართული თავგადასავლით Bon voyage à Paris, მოკლედ ყველაფერი საუკეთესო მათ.